სასამართლოს დერეფნებში მდგარი თავჩაღუნული პოლიციელები იმის მანიშნებელია, რომ რომელიღაცა დარბაზში სინდისის პატიმრების პროცესი იწყება. ერთმანეთის მიყოლებით, რეჟიმის მსახური მოსამართლეები ციხეში უშვებენ იმ მოქალაქეებს, ვინც ქუჩაში თითქმის 2 თვეა აქციებზე დგანან. წამების მსხვერპლ ხალხს დამნაშავეებად აცხადებენ. მოსამართლეებისთვის მხოლოდ პოლიციელების ჩვენებაა საკმარისი. სხვისი ნათქვამი უბრალოდ არ ესმით. ბატონო ზალ, რა ჩვენება მიეცით? სად დავაკავეო, რა უთხარით მოსამართლე ნუქიძეს? არ მაქვს მეთქი სრული. სრულ ჩვენებები ეს დავალება, შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურის და ამ ჩვენებებს ისე მოიკითხით. ეს თბილისის მეშვიდე სამმართველოს უფროსი დეტექტივი ზაალ გოგიჩაიშვილია. ის აქციაზე დაკავებული ბიზნესმენის ავთანდილ კუჭავას საქმეში რეჟიმის ოქროს მოწმეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გოგიჩაიშვილი მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ 30 ნოემბრის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცის სპეცრაზმელებმა მისი მითითებით მას შემდეგ დააკავეს, რაც კანონიერ მოთხოვნას ტერიტორიის დატოვების შესახებ არ დაემორჩილა. სად დააკავეთ, ბატონი ავთო? სად დააკავეთ პირი? რა სამართალ დარღვევას ჩადიოდა? მითხარით, რა სამართალ დარღვევას ჩადიოდა? ვალდებულება თქვენი კომფორტის შექმნა არ არის. გეკითხებით, სად დააკავეთ ბატონი ავთანდილი და რა კანონ დარღვევას ჩადიოდა, გახსოვთ? კარგად ბრძანდებოდეთ. ის იყო ნაცემი. თქვენ რომ გადმოგცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მას უკვე აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. ის იმდენად ნაცემი იყო, რომ პირველი სასამართლო პროცესი ვერ ჩატარდა და თქვენ მიაყენეთ ფიზიკური. თქვენ მოგწონთ რომ დაგარბიხარ? მოგწონთ. სახლში მივდივარ, არსად არ მივდივარ და თქვენ მოგწონთ მესაქციელი? გასაქცევად გაგეშალოს უნიკამ. პოლიციელი იმიტომ გარბის, რომ იტყუება, რადგან ავთანდილ კუჭავა პარლამენტთან არ დაუკავებიათ. ის ოპერასთან გაიტაცეს სპეცრაზმელებმა და ისე სასტიკად სცემეს, რომ მძიმე ტვინის შერყევით და წინამხრის მოტეხილობით საავადმყოფოში მოხვდა. ყველა პოლიციელი ჩვენება ეს დაზეპირებული ტექსტი. ვინ დაგიწერათ ეს ტექსტები, რომ აქცია მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რომ აქციის მონაწილეები იგინებოდნენ. როგორ გესმოდათ ეს გინებები, ბატონო ზაალ? რანაირად გესმოდათ იმ ხმალში ეს გინებები? ვინ გიწერთ ამ ტექსტებს? პოლიციელები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა სპეცრაზმელების ფარად აქცია. სასამართლო დარბაზში ყველაფერს საკუთარ თავზე იღებენ არადა. არის შემთხვევები, როდესაც ამ პოლიციელებს დაკავებულები თვალითაც კი არ უნახავთ. ანუ ამ ხალხს არც შემიცემის ფაქტი დაუშვა არ მიუღია მონაწილეობა. არც დაუნახე, ვერც დაინახავდე ფიზიკურად, იმიტომ რომ ვერც არც დაუკავებია. იმიტომ რომ მე საბოლოო ჯამში ეს ორი ადამიანი გავიცანი მანქანაში რა. მანქანაში გავიცანი და მე გადამიყვანეს და ახლა. ზიანად დღეს რო ვისმენთ ჩვენებას იმან მეცინებოდ რუსთაველზეო შუაში დგაო და იგინებოდაო. და მაგაზე იმდენი დაგვრცინეს ჩვენ მეგობრებმა, უბრალოდ მაგაზე მეცინებოდა, ანუ გინებას ვერ მოვასწარით ხალხმა და ისე გცემეს. რეალურ დამნაშავეებს არიან ზემოთ. ხო და ეგენი არიან მთავარი პასუხისმგებლები, მათ შორის ზალის ჩვენებაზეც, მათ შორის ნიკარო ჩვენებას მისცემს მაგაზეც. მათ შორის იმ მდგომარეობაზე რაც არის. პოლიციელები რო ფიცის ქვეშ სასამართლოში ტყუიან, სიმართლე გითხრათ, პოლიციის როგორ გითხრათ, აი შეურაცხყოფაც ცოტა ისეთი სიტყვაა რა. არის ახალს ამზადებენ ციხისთვის და ახალხია გარეთ, მაგაზე უგიჟდები საერთოდ. დაზარალებულები ერთი და იგივე ისტორიას ყვებიან. ამბობენ, რომ პოლიციელები, ვისაც რეჟიმის სასამართლო პროცესებზე მათ დამკავებლად ასაღებენ, რეალურად დაკავების პროცესში არ მონაწილეობდნენ. ქარები რო გაიწია და შემიყვანეს, იქ იყო ერთ ცალკე ჯოჯოხეთი კიდე, სანამ დაკავების მანქანამდე მემიყვანდნენ და სანამ შემხვდებოდა ის ადამიანი, რომელიც გააფორმეს ჩემ დამკავებლად. ის ადამიანი საერთოდ იქ ვნახე, ანუ სპეციალური დაცვის სამსახურის შენობასთან ვნახე პირველად ის ადამიანი.
ვახტანგ გომელაურის რაზმის წევრებმა დავით გოდერძიშვილი 30 ნოემბრის ღამეს შევჩენკოს ქუჩის კუთხეში მაშინ დააკავეს, როდესაც რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან მეუღლესთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ოლიგარქის ომონმა ბიზნესმენი მთელი ქუჩა ცემა-ცემით ატარეს. ეს კადრები დავით გოდერძიშვილის დაკავების პროცესს ასახავს. ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, რომ ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიყვანეს, თუმცა მისი დაკავება საკუთარ თავზე საფათრულო პოლიციის თბილისის სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა ზვიად მარგველანმა აიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში გომელაურის გაგზავნილმა პოლიციელმა, რომელიც არც დაკავების ადგილას და არც მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილა, თქვა, რომ ნახა როგორ აგინებდა გოდერძიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ისროდა მაშხალებს, ქვებს და პარალელურად ხელში ეკავა ფქვილი, რომელსაც პოლიციელებს აყრიდა. უტიფრად ფიცის დადების შემდეგ სასამართლოში აძლევენ ჩვენებას, რომ მე ვისროდი ქვებს, ფქვილს, საღებავებს, მაშხალებს, ვიგინებ ყვიროდი ბიძინას რაო და მე ხალხი აბოლოვებდაო, ვინ იქნება ამის დამკავებელიო, ვინ იქნებაო, იქეძებდნენ ვიღაცას და მოიყვანეს ეს. ზვიად მარგველანი იყო ძალიან დაბნეული. მე პირველად გავიგე, რომ საპატრულო პოლიციას აქვს თურმე დეპარტამენტი, ტურისტული დეპარტამენტი, მის თანამშრომელი ყოფილა. ოქმის შედგენა უჭირდა, ანუ აი ერთმანეთისგან იწერდნენ, ვის რა ჩაეწერა, არის ანუ აი როგორ გითხრათ, აი ეს აბსურდულად წერდნენ, ვისაც რა მოხდებოდა, იმ ბრალს წერდნენ იმ ოქმში. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული ყველა პირი ამბობს, რომ მოწმეებად სასამართლოში გაგზავნილი არც ერთი სამართალდამცველი დაკავებისას არ უნახავს. ჩვენს ხელშია პოლიციელების მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები. ისინი ერთმანეთის იდენტურია. გამარჯობა, ზვიადთან ვართ. ეხლა ზვიად მარგველანი, რომლის ჩვენების საფუძველზეც მოსამართლე ლელად საგარეიშვილმა დავით გოდერძიშვილის სამართალდამხვევა ცნო, პოლიციის მთავარი სამმართველოს, ტურისტული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს პატრულ ინსპექტორია. მას შევჩენკოს ქუჩაზე დაკავებული და ნაცემი დავით გოდერძიშვილი ღარებას დაჯგუფების წევრებმა 9 აპრილის ქუჩაზე გაჩერებულ დაკავებულების გადასაყვან მიკროავტობუსთან გადასცეს. ჩნდება კითხვა, როგორ დაინახეს 9 აპრილის ქუჩაზე მდგომმა პატრულის თანამშრომლებმა შევჩენკოს ქუჩაზე მომხდარი სამართალდარღვევა. თქვენ თამბობს რამდენიმე კითხვა მაინტერესებს თუ მოწმეობა გომელაურმა დაგავალათ? ზარად ბატონზვიად ყველა პოლიციელი, ვინც რეჟიმის სანქცირებულმა მინისტრმა სასამართლოში აქტივისტების ციხეში გასაშვებად გამოიყენა გარბის ან დუმს, ისინი თავის მართლებასაც კი არ ცდილობენ. ეს კადრები ბესიკის ქუჩის კუთხეშია გადაღებული. ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, როგორ დააკავეს ავთო ტიტვინიძე შავნიღბიანმა პირებმა. ტიტვინიძე სასტიკად სცემეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი 48 საათის განმავლობაში ექიმის დახმარებას უშედეგოდ ითხოვდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სასამართლოს ხდომაზე გონება დაკარგა. პოლიციელების დახმარებით რეჟიმი მსხვერპლს მოძალად დააცხადებს. ბატონო, თქვენთან გვაქვს რამდენიმე კითხვა. თქვენ ხართ მოწმე პოლიციელი? ტიტვინიძის საქმეში და თქვენ ხართ სრულ მოწმე, როგორც ბატონი ავთანდილ ტიტვინიძე ამბობს, მის საქმეში. მე მაინტერესებს, სასიკვდილოდ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე. თქვენ სად დააკავეთ? ეს უფროსი დეტექტივი ვახტანგ ქლივიძეა. პოლიციელი, რომელმაც ტიტვინიძის დაკავება საკუთარ თავზე აიღო. მისი ჩვენების საფუძველზე 13 დეკემბერს სასიკვდილოდ ნაცემი ახალგაზრდა სასამართლომ კანონდამრღვევად გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ქლივიძე და მისი მეწყვილე ანტონ ძიძიკაშვილი ამტკიცებდნენ, რომ ავთანდილ ტიტვინიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 30 ნოემბრის დილით მათ დააკავეს. თუმცა პოლიციელებს ისიც კი არ ახსოვდათ კონკრეტულად სად იყვნენ და რა ეცვა დაკავებულს. ბატონო ვახტანგ, რად გიღირთ სრუჩვენებების მიცემა მაინტერესებს? გომელაურის პირადი ბრძანებაა, რომ თქვენ პოლიციის თანამშრომლები უნდა გამოცხადდეთ და მისცეთ სრუჩვენებები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. პირადად გომელაურმა გასცა ეს ბრძანება, ვინ გიწერთ ამ ჩვენებებს?
რის სანაცვლოდ იწლევით სრუჩვენებას, სისხლის სამართლის დანაშაულს, რის სანაცვლოდ ჩადიხართ? არ გავზამდებოდით. ნახვამდის მეც დაგემშვიდობებით, როცა კითხვაზე პასუხს გამცემთ. ბატონო ვახტანგ. თუ რამე გაინტერესებს რა თუ რამე მაინტერესებს, სად დააკავეთ ტიტვინიძე? თუ დააკავეთ ნაცენ მდგომარეობაში, რატომ არ გადაიყვანეთ? თქვენ მიაყენეთ ფიზიკური დაზიანებები, ბატონო ვახტანგ. თქვენ დარბაზიდან დარბაზში გადადიხართ. იძლევით სრუჩვენებებს. მაინტერესებს ვისი ბრძანებით? რის სანაცვლოდ? ასე უნდა ირბინოთ ახლა ბატონო ვახტანგ. აი ესე უნდა მივდიოთ. ოფიცრები თორნიკე მენაბდე და გიორგი ჩარეკაშვილიც რეჟიმმა ცრუ მოწმეებად აქცია. მათი გვარებიც სასტიკად ნაცემი დავით გოგილაშვილის საქმეში ფიგურირებს. სულხან კიკნაძე და რევაზ წურწუმია. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადების პირველი სამმართველოს მარტ-წესრიგის ოფიცრებიც ცრუ მოწმე პოლიციელები არიან. ბეატრის კლიმენკოს საქმეში. ზვიად მარგველანი, პატრული ინსპექტორი, ცრუ მოწმე პოლიციელი დავით გოდერძიშვილის საქმეში. ზურაბ ღარიბაშვილი და დავით მარუაშვილი. ცრუ მოწმე პოლიციელები შოთა ნარსიას საქმეში. ოთარ გელაშვილი, თემურ ბეჟანიძის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელია. ვახტანგ აბაშვილი, პატრულ ინსპექტორი. ცრუ მოწმე პოლიციელი ზვიად რადიანის საქმეში. მიხეილ ქაწაშვილი, ტურისტული უსაფრთხოების ოცეულის პატრულ ინსპექტორი. ცრუ მოწმე პოლიციელი კოპა ჯინიუზაშვილის საქმეში. ეს ყალბი ჩვენების მიმცემი პოლიციელების არასრული ჩამონათვალია. მოსწრება განხორციელდა თუ დაეკავა. სანდებურად გავაკეთე. არა, მე გენიხავით სავარჯიშოდ ეს რა მოქმედება იყო. ხო, სავარჯიშოდ მოქმედება, ანუ დაიწყეთ. აბსოლუტურად განაშაულის ასაკეთად პოლიცია. ხო, ეხლა ვიცით რომელი აქტით და რომელი ბრძანებით გემორჩილებათ სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც ეს შეასრულა. აქტს და ეს თორნიკე მენაბდეა. ძველი თბილისის მეშვიდე სამმართველოს მარტ-წესრიგის უფროსი ოფიცერი. რეჟიმის სანქცირებული მინისტრის ვახტანგ გომელაურის მაშველი რგოლი. ის სასტიკად ნაცემ დავით გოგილაშვილის საქმეში ფიგურირებს. რეჟიმმა ხალხის დევნა საკუთარ თავზე ააღებინა. ის ჩვენებაში ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე ხარებას და ჯგუფებას მოქალაქის დაკავების მითითება სწორედ მან მისცა. ეს ადამიანები ხომ მარტ-წესრიგის ოფიცრები არიან? თქვენ ხომ აქციაზე არ გადიხართ დაკვირვებისთვის, სამართალდამრღვევის დაფიქსირებისთვის? თქვენ ხომ არ გადიხართ ქუჩაში? იცით რა მაინტერესებს? თავის მუშაობის განდი. ახლა ჩვენ მარტ-წესრიგის ოფიცერს სამსახურში ვეძებთ. ფიცის ქვეშ სასამართლო დარბაზში მიცემული ჩვენების მიხედვით დავით გოგილაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემსწრეც, დამფიქსირებელიც და მისი დამკავებელიც მარტ-წესრიგის ოფიცერი თორნიკე მენაბდეა. დაკავებული გოგილაშვილი სასტიკად ნაცემია. ანუ გამოდის, რომ მენაბდე ფიცის ქვეშ ან ტყუის, ან წამების თანამონაწილეა. ვინ არის აქ პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხს გამცემს? თქვენი მარტ-წესრიგის ოფიცერი იმყოფებოდა თუ არა აქციაზე? საერთოდ ვალდებულები არ ვარ გაქცეთ. მოდი. ხელი არ მომკიდე. ხო, აბა რა ხო არ ვიჭიდავებ თან. არ ვიჭიდავ, გელაპარაკები და ვინ გონიوار? თავი ვინ გონიوار? თქვენ ვინ გონიათ? აუ პოლიციის შენობაში ხართ მოსული და პოლიციის შენობაში ხო გეუბნებით რომ არა მომისმინეთ იყო ეს ადამიანი თუ არა აქციაზე და სადიოქო. სულხან კიკნაძე და რევაზ წურწუმია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადების პირველი სამმართველოს მარტ-წესრიგის ოფიცრები არიან. ცრუ მოწმე პოლიციელები ბეატრის კლიმენკოს საქმეში. ორივე ერთმანეთის მიყოლებით მოსამართლეს უმტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი მათ დააკავეს. არადა სულ სხვა რეალობაა ასახული კადრებში, რომელიც კლიმენკოს დაკავებას ასახავს. ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, როგორ დააკავეს სპეცრაზმის წინ მდგომი ქალი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ჩვენს გამოჩენას გლდანი ნაძალადების პირველ სამმართველოში პანიკა მოჰყვა. პოლიციის უფროსმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაგვატოვებინა. გამოგზავნეთ, კარგად ხუდა კარგად. ხელის გარშე შემიწვა საკეთებ. გამოგზავნეთ. უახდინეთ გადაგეთ. პოლიციაში არ ძალულია გენ. ვინ ბრძანდებით ბატონო? პოლიციაში ბრძანდებით. გამოდეთ, რატომ მეხებით ხელი? იმიტომ გეხებით რომ გეუბნებით რომ გადი თქვენინებით არ გაგეთ. ეს ხომ თქვენი თანამშრომელია? დიახ, მე მაინტერესებს, სად იმყოფებოდა ბატონი სულხანი,
როდესაც ბეატრის კლიმენკო დააკავეს. სადაც მოხდა მისი დაკავება. დეტალებზე მიმართეთ პრეს სამსახურს და გამოითხოვეთ ინფორმაცია მათგან. უფლებადამცველი ნესტან ლონდარიძე, რომელიც ამ საქმეებს სწავლობს, ამბობს, რომ მოწმე პოლიციელები ვერ ადასტურებენ, რა კანონიერი მოთხოვნა ჰქონდათ მოქალაქესთან, რომელსაც დაუმორჩილებლობას ედავებიან. არ არსებობს სამხრე კამერის ჩანაწერები და დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ ვიდეო მტკიცებულებებში ისინი საერთოდ არ ჩანან. მოსამართლე კი გომელაურის გაგზავნილ ხალხს, რომელთა ინტერესიც დაკავებულის ციხეში ჩასმა, სიტყვაზე ენდობა. დაკავებული იყო ასეთი პირი ჭანტურია და აი ამ ჭანტურიას დაკავება განხორციელდა 2 საათსა და რაღაც წუთებზე, ეს დაკავების ოქმში იყო ასახული. ამის შემდეგ პოლიციელი, რომელსაც ვეკითხებოდით, დაადასტურა, რომ ის არ მოშორებია დილის გამთენის 9 საათამდე ჭანტურია. ამ დროს ოქმში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ოქმში მითითებულია, რომ ამ პიროვნებამ დააკავა 4 საათსა და წუთებზე. როგორ შეიძლება ერთი პირი, რომელიც ადასტურებს, რომ დააკავა პირი და მის ყველა პროცედურაში მიიღო მონაწილეობა და არ მოშორებია მას, ამავე დროს ამ პერიოდში იყო სხვა პირის დამკავებელი. დღეს ყავს ათასობით პოლიციელი, რომელიც ჩადის დანაშაულს და მათ დანაშაულზე არავინ არაფერს ხმას არ იღებს. ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს თითქმის 2 თვეში 500-ზე მეტი დაკავებული, 300-მდე ნაცემი და დაჯარიმებული აქციის მონაწილე ჰყავს. ცრომოწმე პოლიციელებისა და კლანის მსახური მოსამართლეების დახმარებით გისოსებს მიღმა აბსურდული ბრალდებით 52 ადამიანი გამოკეტეს.